მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით ჩვენ ლონდონიდან. რეპორტაჟი ლონდონიდან. ყველას დავუანონსეთ, რომ დავითი დაიწყებდა თავის ინფლუერას, რასაც ვიწყებთ ყველა, როცა მივიდივართ საზღვარგარეთ, მაგრამ no you didn't do that. Yeah, I could not keep up the end of the deal, მეგობრებო. იმიტომ რომ დავითი იყო work trip-ზე, you guys და არ ქონდა მთლად მაგდანი დრო, რომ ჩვენთვის ყოფილიყო საყვარელი ინფლუენსერი. პირველი დღე რომ ჩავედი day off-ი მქონდა, ამიტომ მოახერხეთ რაღაც ფოტოების ნახვა. მაგრამ აი მე უკვე რაღაც არ მეცალა ყველაფერთვის. ანუ ძალიან დიდი მადლობა რომ სხვა თვალით დაგვანახე ზუსტად ის ადგილები სადაც ყველა იღებს ფოტოს. ვაფასებ, იმიტომ რომ შენ არსად არის ეგ. ვინმეს ვერ თხოვე რომ აი დავდგები ვინმე აზიელს და გადამიღე. ჩემი go-to არის ყოველთვის რომ აზიელი გავაჩერო, თან აზიელი ბიჭები, იმიტომ რომ ისეთი გამოწვრთნილი ყავთ, აი დაკორები ხარ. გოგო და ბიჭი და ძალიან ხშირად მოგზაურობენ გოგო და წყვილად რა აზიელები. ისე სიმართლე გინდა ბოლოს რო გავედი ბიგბენზე აი I was debating. მჭირდება ახლა აქ ფოტო თუ არა მეთქი და ორი გოგო იყო აზიელი რა. როგორ უღებდნენ ხალხო ფოტოებს ერთმანეთს. აი ცალკე რო რაღაც ფლეშლაითი არის. აი ასე და აი ყველანაირი რაკურსით და მეთქი всё, ანუ გამოვიჭერე მეთქი და მივედი. აი I got the courage მივედი თუ არა და ეგრევე წავიდნენ. და ვერ ვითხარი? არა დამეწარა. და იჩაგრები. აი ანეწიგნაძე რო ყოფილიყო. I feel like yeah. Yeah, ანუ მე ერთხელ მახსოვს ამსტერდამში უთქვენოთ რომ გავედი და ვესტი გავიჩინე. მე და ის გოგჩა, არ ვიცი, აი დაქალები ვიქნებით ამსტერდამში რო ვცხოვრობ. იქიდან დაიწყო რომ ვუთხარი ფოტო გადამიღეთ. მეც გავიჩინე მეგობარი ხოთა შორის. ნუ მეტრები, okay? ოღონდ ეგეც სამსახურის თემაზე იყო, ამიტომ ბერს ვერ ვიტყვი, თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ თუ რომ საერთო მეგობარი გყავს, შენი საერთო მეგობარიც არის? და მეთქი ხო და მეთქი საიდან ის მეთქი და TikTok-დან გავიცანია და ისეთი დედოფალი იყო. ანუ ლონდონში რენდომ ადამიანი ნახე, რომელიც ჩვენი ნაცნობი ქართველის მეგობარია. ღმერთო, world is too small. I know guys. ანუ რა შემეძლია ორი და სიტყვით თქვა ლონდონზე, რაც თქვენ არიცით მეგობრებო. ვინც არ ყოფილხართ? ულამაზესი არის. ყველა მაშინებდა რომ აი უნდა დააკვირდა შენ ტელეფონს, იმიტომ რომ შეიძლება გაგძარცვონ და რაღაცები. საერთოდ არ ვხსნობდი თავს დაძაბულად რა. აი პარიზში გახსოვს როგორ დაძაბული. მაგრამ ზოგადად სულ დაძაბული ვარ ევროპაში. ანუ საერთოდ არის. ანუ დავითი პარიზში, ვინც გაგივლიათ აი მონტმარტთან ქუჩები არის, ოღონდ მეტროთი თუ მიხვედით არ ითვლება. ანუ აი ველოსიპედით უნდა გაიაროთ, რომ ძალიან ჰუდ არის, არ ვიცი. და საშიში რა, ანუ მე არ მეშინოდა, მაგრამ ეს არის რომ ძალიან უყვარს რომ არის წესრიგი და სამართალდამცავებს რომ ხედავს, რაც არ ხდება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსმენია. ანუ იცი რა დამიზუსტ, ლონდონში არის მართლა ძალიან ბევრი ემიგრანტები? კი. ანუ იგრძნობა, აი ბევრ ბრიტანელს ვერ ხედავ ქუჩაში. აი მომსახურების სფეროში უმეტესად ემიგრანტები არიან, ტაქსიში სულ ემიგრანტები იყვნენ. ხო რა. ყველგან ეგრე არის, აი პარიზშიც მაკდონალდსში. აქაც ეგრე იქნება ცოტა ხანში არ გაგიგორდას. ხო, ჯერ ვოლტის კურიერებიდან დაიწყო. მაგრამ აი პარიზში შენ მაკდონალდსში არ გივლია, მაგრამ რო შევდივარ ყოველ დღე, შევდივედი, ანუ სულ ფერატკანიანებია, აფრიკელი ემიგრანტები. ხო და აი თითქოს ხო ძალიან მიმღებლობა არის ევროპაში რა, სხვა რასების, რაღაც შოვინიზმი არაფერი ვითომ არ არის, მაგრამ აი სეგრეგაცია მაინც არის რასობრივი იმ ხრივ, რომ აი ძალიან მკვეთრად ჩანს სხვადასხვა მომსახურების სფეროში არიან ყოველთვის ემიგრანტები და აი ეს პარიზელები ნამდვილი ფრანგები მე არსად არ დამინობა სად მუშაობდნენ მე გაინტერესებს. იმ გოგოს რო ველაპარაკობდი ვინც გავიცანე ლონდონში, პარიზეც ვლაპარაკობდით რა და ზუსტად ორივე შევთანხმდით იმაში რომ აი პარიზში საკმაოდ ნათლად ჩანს აი კლასობრივი განსხვავება რა, აი საკმაოდ ლონდონში არ ჩანს ეგრეთ. ანუ თუ ცენტრალურ უბნებში ხარ რა, იმიტომ რომ მარტო მდიდრები იყვნენ ხალხა. განსაკუთრებით აი ბელგრეივია არის აი თეთრი შენობები, უმეტესად არის embassies და ძალიან მდიდრები და ჩვენი დედოფალი Amanda Cronin ის დედოფალი რო არის ქერათმენი მან ცხოვრობს და ანუ ხალხო მოკლედ აი ვერ აღწერ როგორი დეტალებით აკვირდებიან. ისეთი ესთეტიური ქალაქი არის, აი მაღაზია რო აი გარედანაც ლამაზად მოწყობილია, შიგნიდანაც რო აი გემოვნებიანი არის ეს ისტორია. აი რა არ გამიკეთებია და რა არ უნდა გაკეთოთ თქვენ. აი დღემდე ვერ ავხსნი იმ ფენომენს თუ რატო აინტერესებთ ხალხს ნახონ ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები. და ამაში თან პულსი ხდიან. მართლა ჩამომდარდა. Creepy. ანუ იმენა რიგები რო დავინახა ხო? რიგი იყო ხო? ისე მანდარი ყველაზე ცნობილი მანდარი. მადამ ტოსო. კი. იმაზე ვერ მოვასწარი რა ქვია. რეზა. London Eye. London Eye is where
ვიყავით, იმიტომ რომ სამხრეთ ლონდონში იყო და მე მაგას არ გადავდივარ, მეგობრებო. გიჟდები. მაგრამ აი თუნდაც Big Ben-ი ბევრად უფრო ეფექტური იყო ჩემ თვალში ვიდრე რეალობაში. კი, მაგრამ ანუ მაინც ძალიან ლამაზია. ანუ London Bridge-ზე იყავი და ის iconic TikTok-ი არ გადაიღე. London Bridge-ზე არ ვიყავი. არ გადაიარე? London Bridge. ანუ London Bridge არ არის ეგ ვაფშე, მაგრამ London Bridge სიმღერა რო არის, მაგაზე იღებენ. იცი რამდენი ადამიანი იყო? აი Big Ben-თან რო ხიდია მან თვითონ. ვიცი, მაგრამ იცი რამდენი ადამიანი არის? I don't care. Get your shit together. Also, Nicki Minaj-ის ერთ კლიპში უკანო Big Ben. You had a chance and you missed it. ხო, არ ვიცი, თან უკვე საღამო იყო. საღამო რა ესე კიდე ერთი რაღაც. გამდება 5-ზე თუ 4-ზე მანთხალ ხო. 8-ზე მეძინებოდა უკვე ჩაოლებრივად. ანუ 6-ზე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. იმიტომ რომ მე რო გამდება უკვე всё ვითიშები რა, უნდა დავიძინო ჩაოლებრივად. და ეგრე როგორ უნდა გავუწყო შენი დღე? აი რომ მუშაობ და მზეს ვერ ხედავ, ჩათვალე. ჩვენთან 6-ზე გამდება რა, განსხვავება დიდად არ არის. ნუ ხო, ბაზარი არა. მაგრამ აი არ ვიცი, მაინც რაღაც it's very weird. ანუ იმენა დაღამე, აი კაი, ლონდონი უფრო მოგწევს თუ პარიზი? ლონდონი. ჯერჯერობით ჯერ შენ პარიზი არ, ამსტერდამი თუ ლონდონი? I knew that. Stop. აი მე მგონია ესა ამსტერდამი არის რაღაც ცოტათი პროვინციული მოწესრიგებული დაცული ვერსია ლონდონის. ლონდონში მაინც დაძაბული დავდიოდი ასე თუ ისე რა, იმიტომ რომ სულ აქ მეტო რა ქვია ტელეფონი, მაინც იქით-აქეთ ვიყურებოდი და თან მარტო ვიყავი most of the time თუ მქონდა თავისუფალი დრო. ამიტომ ისეთი fun parts, ანუ ეს საგულავთ არ გავსულო რა მაგალითად, მაგის ენერგია საერთოდ არ მქონდა. და არ ვიცი, რთულია რა თქვა. მგონია რომ აი for quality life ამსტერდამში ვცხოვრობდი, მაგრამ აი რაც შეეხება აი დიდრულ ცხოვრებას და აი ხო ხვდები რაღაცა ამ ექსკლუზიურობას და აი ამ opportunities as თეატრი, ეს მუსიკლები, Devil Wears Prada's musicals იყო, მან ცოტა ხანში პრემიერა იქნებოდა Wicked-ის, ანუ აი სამყარო მოძრაობს რა მანდან, ვაფშე სხვა ის არის. გაქანება, სხვა ტემპი. სხვა გაქანება და ძალიან უნიკალური. მიხვდები, ანუ ევროპაში მაინც ასე თუ ისე ქალაქები გვანან რა ერთმანეთს, აი. აი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ევროპაში Old Town რაც არის, ყველგან ერთი და იგივეა. ვაფშე სხვა. მეტნაკლებად. აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ, ანუ გინდა ლატვიაში იყავი, გინდა რუმინეთში ერთი ჩორტია. ბაზარი არა. და იქ იმენა ძალიან უნიკალური. ის ძველი შენობებიც, ის ბარებიც, ის სტილისტიკა აბსოლუტურად თავისებური არის რა. და ხალხი როგორია? თუ შენ ბრიტანელებთან არ ქონია კვეთა, როგორც ქონდა კვეთა, ხო გითხარი რომ იმ ანუ they're very nice. They're very nice to me at least. You're likable, babes. Universally likable. It's ძალიან და აი უფრო ცენტრალურ ლონდონში რა გადმოვდიოდი, მან თუ ცოტა ვიწებებოდი ისეთი იმდენი ადამიანი იყო და აი ცოტა წყნარ უბნებში, აი პირველი დღე რომ მქონდა თავისუფალი, ვშაბოდი კენზინგტონში და ისეთი წყნარი არის და ისეთი peaceful და ისეთი საყვარლო რო ბებია რო თავის ძაღლთან ერთად ცეირნობს პარკში და რაღაცა უსაყვარლესობები რა, ანუ მოკლედ ძალიან კულტურული შეკამება. დამს შემოგთავაზებ Instagram-ისთვის? I'll think about it. Yeah, please you. We want to see. ძალიან მიხარია, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ექსკლუზიური ყველაფერი მევასება და ლონდონში ჩემთვის ექსკლუზიურს ის ფაქტი ხდის, რომ ჩვენ ვიზა გვჭირდება. მიუხედავად ამისა, მაინც არ მაქვს ლონდონზე ჩაჭერა რა. ანუ წავიდოდი იასნად, მაგრამ ისე არა, რომ აი წამიყვანეთ. ჩემი dream destination იყო ტოკიო, ნიუ-იორკი და ლონდონი იყო მესამე. ამიტომ ორი უკვე გადავხაზე, ახლა დარჩა ტოკიო. მივდივარ და მე დანა მივდივარ ხალხა შემდეგ ვერს ტოკიოში, ერთი კვირით. მიყვარს და გაისვრი ხოლმე, მაგრამ რატო არ ხდება? ვოიაჟერი უნდა დაგვეკავშირდეს ახლა წესით. ძალიან მიხარია, ანუ რომ მოგეწონე და ბედნიერი ხარ baby. ძალიან კარგი იყო და ასე დავბრუნდები, იმიტომ რომ ვიზა. Well, for sure. Yeah. ვიზა აქვს ერთხელ ჩარტყმული, значит, სულ გაგიადულდება და ჯერ ერთი ვადა აქვს ისე. ვადა მაქვს კიდე 6 თვე მაქვს მეგობრებო. ამიტომ თუ ვინმე აპირებთ რა იჩიქოთ საქსონი, you know. You know what to do. ამასობაში დავითი რომ გულაობ და ლონდონში ხო, ჩემი ცხოვრება რა იყო. ანუ არის შაბათი დღე და შაბათი არის ჩემი რიგით მეორე საყვარელი დღე, მას შემდეგ რაც პარასკევის საღამო იკავებს პირველ ადგილს. და
ვარ სადღაც წასული გარის სახელზე რაღაცას ვიკეთებ 4 საათი იმენა ბეწამები სახელზე იკეთებ? ხო რას იკეთებდა? ეპილაცია thank you მეთქი რამე აი sperm ის რა რეკო salmon sperm არა ნიმსის ეპილაციას რომელიც არის ყველაზე მტკივნეული რამე ამ ქვეყნად whatever ანუ ბეწამები 3 საათი okay და გამოვდივარ იქიდან ანუ წარმოვიდგე 3 საათი ნემს მარჭობდა და dance გირწყამს თან ხო? ხო, მანე ნუ გამაყოჩაბლით, მაგრამ სელ. ძალიან დრამატულია. გამოვდივარ და ხდება მეგის, ანუ სანამ შევიდოდი იქამდე მომწერა ერთ მოსაყვარლეს მან გაგჩამ, რომ ისაო Facebook-სა ვნახეო რაღაცა და ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა და მეთქი რომ გამოვალ მე ვნახავ თქო თან Facebook-ი არ მაქვს მაგ პერიოდში საერთოდ, იმიტომ რომ პერიოდულად ვშლი Facebook-ს როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. გამოვდივარ და მეგი მწერს. Facebook-ი გააქვს Facebook-ზე შეხვედი ეს ბოლო დროა. მეთქი არა მეგი რა ხდება. მთელი ღამე არ მეძინაო მეუნება ისე ვინერვიულაო და მეთქი უეჭოლი რაღაცა ითქვა. და მეგი არის არ ვიცხა ხო როგორი ემოციური რომ მეუნება მთელი ღამე არ მეძინაო მეთქი კაი იმაზე უფრო რთული სიტუაციაა ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე. და ამ დროს ჩემი და ქალები სხვა ჩაჩი აგდებენ რომ დათო აბზიანი და ვინც იცით არის პოლიტიკური აქტივისტი. What else? არ ვიცი, სხვა დროს უფრო მეტ რეგალიას შევძენდი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტივისტი that's it and nothing else. და მაგას დაუდია, კაროჩე, ჩვენი ვიდეო ჯერ კიდევ 6 თვის წინანდელი, სადაც დავით ლაპარაკობს ყავის თავსახურზე. Flatlets. ანუ ეგ რო გავიარეთ თელმა საქართველოს 6 თვის წინ თუ კიდევ უფრო ადრე. ერთი შეიძლება გავაკეთო. ერთი ყავის ადგილი აღმოვაჩინა ლონდონში ძალიან მომწონდა ყოველდღე მან დავდიოდა და ხალხო წიგნი იყიდებოდა coffee lids ერქვა მეთქი აი my fucking bird იმენა შენი წიგნი და იყო კოლექციის სხვა არა მგონი ფოტო გადავიღე ხოდა კაროჩა მეთქი მეგი შენ არის ნერვიულა მაგრამ გავბრაზდი ამ პოსტზე და რატო იმიტომ რომ მილიონი ვიღაცა დებს და მილიონი ვიღაცა წავს რაღაცა შინალებებს მაგრამ ამ ადამიანს იმენა რომ ვიცნობთ ანუ ბათუმში რა ვიყავით ამ ზაფხულში, ჩემი ნაცნობი არის მაგათი მეგობარი რა და რაღაც ერთი საღამო ადგილში ვინც ყოფილხართ ბათუმში გადავიკვეთეთ და ის საღამო ვიყავით ერთად, ასე თუ ისე რა. რაღაც აქეთ იქით ცეკვავდით, რავი, თამაშობდით და ანუ ჩაოლებრად ვიყავით. მე ვეუბნებოდი რომ ანუ ეს ბიჭი ვინც არიცით, ძალიან აქტიური არის Facebook-ზე რა, ანუ ანტიკოცური პოსტებით და ასე შემდეგ და მე ვეუბნებოდი რომ მართლა მეთქი ვაუ, ესეთი სითამამე რო გაქვს რომ ამ ყველაფერს აკეთებ, ყველაფრის მიუხედავად, ანუ მართლა კაი რაღაცები უთხარ, იმიტომ რომ მაშინაც ვიაზრებდი რომ ხანდახან ზედმეტში გადასდის ეს გადაობა, მაგრამ მე ყველა თამამ და ღია ადამიანს ძალიან ვაფასებრა და ძალიან ესეთ დადებითი ინტერაქცია გქონდა, დიალოგი, bla bla bla. იმან To be fair, მე არ მქონდა ინტერაქცია. თავისი პროსტა. მე და მეგი ცალკე გულავდით ჩვენ პანჩე. ხო, ანუ მე და მისი შეყვარებული ანა უსაყვარლესი გოგოა. ხო იცი. კი. ფოტო ჩასვიმერე ყოველსი რომ ხალხმა წარმოიდგინოს. ანუ ანა არის მართლა ძალიან კაი გოგო, მაშინ იქ გავიცანი, იქიდან ვიცნო პიროვნულად და აი რასაც აკეთებს ყველაფერი ძალიან მომწონს რა, TikTok-ზე ხშირად, Instagram-ზე ხშირად, whatever. ხადა მეთქი მეგი, okay, არის ნერვიულო შენ. მაგრამ ხალხო, აქ მთავარი, ანუ აქ რა ქვია მაგბეჭ დათო ხო? ხო. რა მაგანას გაკეთე გარემ შალ აქ მთავარი არის მეგი ხალხო რომ ანუ აი ყველას გისურვებთ რომ ეგეთი მეგობარი ყავდეთ ცხოვრებაში იმიტომ რომ ხა მე ვოისებს მიგდებს გიჟივით და მე ამ დროს ვარკეთილში ვიყავი ეპილაცია და მეტროში ვარ მეთქი მეგი ვერ ვისმენ მაგრამ თან ანუ მეგი რო ესეთ ამბავშია მეთქი ღმერთო ანუ უნდა ვინერვიო ამასობაში მწერს მე არაფერი არ გამარჯობა არაფერი დათო ანას ელაპარაკე აკითხოს ნიშანი და ამ დროს წერს მე მგონი დავით მარიცის და მოდი არ ვუთხრეთ არის ნერვიულოს და ამ დროს მიწერილია კაინას ელაპარაკე და მე ამ მოსაბაში მე ვაფშე არის Facebook-ი არ მაქვს ანუ არაფერი არ მინახავს შენ დაჟე ისეთი ხალხით არ ყავს გარშემო ვისაც Facebook-ი აქვს ხო ვაფშე სხვაგან ხარ და ანუ მეთქი ვაიმე ანას რაღაც დაემართა მეთქი რა მოხდა ხوار განიცის რომ არ ვარ მე ქალაქში ხوار მოვენატრე ძალიან აი არ ვიცი მე დააყდა ყურადღება გიჟივით წერანს მეთქი ხო ყველაფერი კარგად არის არა მირეკავ დაჟე ხო ანუ მე მართლა მინე რომ მეთქი რა მეყურა დაემართა თქო ხო ანუ არ უთხრაო დავიცო და ამ დროს თვითონ აქ ეგ მესიჯი მოწერილი მეთქი დავით არაფერი არ მოხდა და მე მეთქი კაი პოსტი დაიდა და ამას წიხლზე კიდია რა თქმა უნდა მე
ანუ მართლა გავბრაზდი, იმიტომ რომ აი ხო ხდები ნორმალური მე არ ვიცოდი ეგ ტიპი მაგ ტიპს ვიცნობდი თუ არა უბრალოდ მეგონა მორიგი არა ანუ ეგ ტიპია გაიხსენე უბრალოდ აი ნორმალური რაღაც გადაკვეთა რო გქონდა და უცებ არსაიდან თან რაღაც ახალი და ცხელი თემა კი არ არის რაღაც აი 1 წლის წინანდელ ამბავს რომ დებ იმის გამო რომ ლაიქები ააგროვა Facebook-ზე მესმის რომ ძალიან რელევანტურია დავიცი და ძალიან განხილვის თემა იმიტომ რომ თესლი ბიჭია მაგრამ the fuck ანუ ძალიან ციშავი ხოდი იყო მართლა პროსტა გული ამერია თორე არც გაუბრაზდი და არაფერი და ამავდროულად აი მე ცოტა ჩემს სანაცნობოში ისეთი ხალხიც არის ვინც არ არის მკვეთრად ოპოზიციონერი რა და ვითომ მაგათმა და ძალიან სოლიდური არგუმენტი იყო რა აი დათო და დათოსნაირები რო არიან რაღაცნაირი თავარი ძალა ოპოზიციის და ვითომ რაღაც ცვლილებები რომ მოხდეს რომ ეგენი უნდა იყვნენ წამყვანი ფიგურები და ვინ ანუ ესეთ რაღაცებს რო აკეთებ და ანუ ეგენი უნდა იყვნენ რა რომ ჩვენი რეალობა შეიცვალოს და მეც ანუ ვერ ვიცავდი როგორც წესი ძალიან ისე ვარ ხოლმე რომ მეთქი არა თქვენ ამას ვერ ხედავთ მაგრამ რაღაცნაირად მეთქი well maybe they are not that good და ამასთან ანუ ნანუკა შორშოლიანი ხალხო პროსტა გული მაგრამ აქ ცალკე ანუ ორმაგი გულისრევა მქონდა კომენტარებს რომ არ მახსოვს უბრალოდ რა სიტყვებით მაგრამ აი ეს სადნახეობითო მან ჩვენ რო გვანახებო რა ანუ ამათო ნანუკა fucking შორშოლიანი ხალხო არ გინახარ ანუ ჯერერთი შენი შვილის ხელა ბავშვებს რო ხედავ რა ბაც არ უნდა ელაპარაკო აი რა პონჩი უნდა დააკომენტარა რა დააკომენტარა აი ეგ რა ვითომ ან სადნახეო და თუ ნახეო ვითომ ჩვენას გვანახებო რა ამათო რაღაც მსგავსი არა და ჩვენ არ ქონდა კაცოდ დამოკიდებულება ერთი წამი ანუ იმენა უნდა გითხრეთ ზუსტად რა სიტყვებით დააკომენტა ეს სადიპავე და ჩვენს რატომ გვაპოვნინე და რას ეს არა ძალიან სამარცხვინო რა ნანუკა ანუ ჯერ ერთი ნანუკა შორშოლიანი ჩემი დამოკიდებულება რომ აი roller coaster-ზე გაგაყოლა ადრე ბავშვობაში რაღაც გადაცემა რო ქონდა ძალიან პოპულარული იყო და ყველა ვგიჟდებოდით რა ანუ ორი რეალობა იყო ან მაია სათიანზე უნდა გაგიჟებულიყავი ან ნანუკა შორშოლიანზე ნანუკა უფრო ისეთი იყო რა ვითომ ახალგაზრდული უფრო ტიპშა მეთქი კაი ნანუკა შორშოლიანზე ვგიჟდები და ვიყავი წასული გადაცემის ჩაჭწერაზე სადღაც 12 წლის რო ვიყავ მე და ჩემი კლასელები was so much fun რაღაცა და ანუ მე გავიგე და ჩემთვის ხო გეუბნები რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ხმა მოვა ჩემამდე კონკრეტულ ადამიანზე ანუ არ დავასახელებ ბრაზე მაგრამ ერთი ვიღაც ვიცი ჩემი დაქალის იმენა ნაცნობია ვინც ნანუკასთან მუშაობდა რაღაცას უკეთებდა რა და იმან თქვა რომ აი აუტანელი ადამიანი არისო რა პიროვნულადო ძალიან ცუდი ადამიანი არისო და რაღაცები მოყვა ხა რომ თქვა რა მოყვა პირდაპირ გაიგებთ ვიზო საუბრობთ არ ვიდორო სამსახური დაკარგოს ხო და მაგის მერე უკვე ეჭვის თვალი ჩავხედა რომ მეთქი არ არის კაი ადამიანი რა და მაგის მერე აი რაღაცებს უკვე ვიღაცას ეჭვით რო უყურებ ხედავ რა შეიძლება არ მოგეწონეს და იმენა ოფიციალურად აღარ მომწონა დიდად მაგრამ ისე არა რომ პირიქით რამე პოსტ რო დადებ და რაშიც ვეთანხმებოდი დაულაიქებდი რაღაცა რა ვიცი ეს საქოლმო მქონდა ისინიც რა ქონდა ტიპი რომ გამოდიხარ და ანუ თან არავინას არ გეკითხება ხვდები ანუ optional არის შენი კომენტარი მთლიანად მაგრამ მაინც უარყოფით აკომენტარებ ძალიან გაუღიზიანდი და გული ამერია ცალკე მაგრამ იცი რა თემა არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მაქვს Facebook-ზე ზუსტად ყველაფერი იმიტომ რომ ხალხს მგონია რომ ზედმეტად ბევრი დრო აქვს რომ არ ვიცი მე მგონია რომ საკმაოდ პროდუქტიულ რაღაცებს აკეთებ და ნანუკა შორჟოლიანი და თურმე აქვს დრო რომ ეგეთ რაღაცები დააკომენტაროს ეხლა ვამბობ ანუ აი couldn't care less ჯერს მართლა არ მედადოს ნანუკა შორჟოლიანი ჩემს რას ფიქრობს ხო და მოკლედ ჩემი შაბათი დღე იყო ესეთი მე მეგის ვამშვიდობდი ანუ იქით დასამშვიდებელი მყავს ხოლმე ყველაფერს და ამიტომ რა რამეს თუ წერთ ხალხო იცოდეთ რომ მეგი ძალიან განიცდის და შედით გოგოს მდგომარეობაში არაფერი დაუშავებია მაგისთვის იმიტომ მე და დავითი დიდად არ განვიცდით ამ ყველაფერს so I don't even know you guys მოკლედ მე დაუკომენტარე რა თქმა უნდა და ისა ვითამო ესა ისე დავდეო რა რაღაც უარყოფითი რაღაცების გამოსაწვევად არაო და იმენა მაგის მეგობრები ისეთ რაღაცებს წერდნენ ჯერ მარტო არ ვიცი ეს აგრესია საიდან მოდის whatever არ არიან ღირსები რომ ამდენი ველაპარაკოთ მაგაზე პროსტა იუ მოკლედ ძირითადად შემთხვევაში არ გვიყვარს ასე რა იმიტომ რომ ხშირად ხდება ეგეთი რაღაცები მაგრამ ანუ ერთი არ გვადარდებს და მეორე რომ რაზე უნდა ვილაპარაკოთ რა არა ეს პირველი შემთხვევა იყო შენ კიდე ვერ მიგაგულთან ახლოს მე იმენა ერთი საღამო შევალია ამათთან ერთად ლაპარაკს რა შევალია რა მეც მისწორდებოდა მაგრამ აი ვიღაცა ხო ხვდები ესე რომ სახეში შემოგარტყამს ეგეთი თემა მქონდა მეთქი damn ანუ საბოლოო ჯამში ნორმალურ საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება რომ თავის აზრი გამოხატოს და როგორც ჩვენ გვაქვს უფლება რომ ანუ ამ გამოხატულ აზრზე გქონდეს რეაქცია რა ამიტომ დიდად არ
არ ვიცი, არ ვავალდებული ფილმს რომ მოწონდეს თუ როგორ საუბრობ, ან რაღაც Jasnად, არც უნდა მოწონდეს ყველას. უბრალოდ იმისთვის რომ შენს page-ზე აქტივობა გაზარდო, რომ სხვები დააკნინა და დაამცირა და საჯიჯგნად გადაუგდო ვიღაცებს. არის არ ვიცი, როგორი არაკაცური და არა ადამიანური საქციელია. მის მეცხრეზე პოლიტიკური აქტივობა. Let's move on, you guys. Yeah. მაგრამ სამყაროში მართლა საინტერესო რაღაცები ხდებოდა. Meanwhile. ამიტომ სანამ სამყაროზე გადავალთ, გამახსენდა კიდევ ერთი რა გავაკეთე. მოკლედ ვიყავი, გამოვიდა ცვალებადი ნიშნების ახალი სეზონი, მესამე, you guys. ჩემი სინამდვილე რო გაგიზიაროთ, ან არც ერთი სერია არ მინახავს ცვალებადი ნიშნების, მიუხედავად იმისა, რომ აი უჰაიპესი რაღაცა იყო, ხო? ანუ ყველა უყურებდა 2 წლის წინ, არ ვიცი. ან ყველა ლაპარაკობდა მაინც. საერთოდ და მე ხო ეგეთი გაქანება მაქვს, რაზეც ყველა ლაპარაკობს, არ მინდა ხოლმე მცხლად რომ მაგ დროს ჩავებ. არ ვიცი რატო, არ და ყველა Taylor Swift ხო ძალიან მეოსება. არ ვიცი რატო მაგ რა, რაღაცა რო ძალიან ჰაიპშია, მაგ დროს არ მინდა რომ ვუყურო. იმიტომ კი არა განსხვავებული ვარ. არ ვარ ხალხო, პირიქით ყველაფერი ისეთი მოწონს, რაც ყველას მოწონს. ხო და არ მქონდა მოკლედ ნანახი. მეთქი რავი, კაი არ იქნება რაღაცა და რომ მივედ პრემიერაზე, ვაფშე კონტექსტის არ ვიცოდი, რას ველოდებოდი რა ხდება, ვინ არის, რა თემა არის, საერთოდ არაფერი. იქ ვუყურეთ სერია ნახევარს, იმიტომ რომ ჩემ დეკალს ძალიან ეჩქარებოდა და წამომათრია, იდეაში 3 სერია გადიოდა და ძალიან მომეწონა. ანუ პირველ რიგში ყავთ ნანკა კალოტაძიშვილი და თქვენ ალბათ არ იცით, მე ვგიჟდები ნანკა კალოტაძიშვილზე. აი ესეთი თესლი გოგჩო არის რა, she doesn't give a shit about anything და ვგიჟდები ეგეთ ხალხზე, you know that, right? მე ძალიან მეყარს ნანკა კალოტაძიშვილი ხო? ჯერ ისეთი იმაში ისეთი ლამაზი არის, როგორ ახსნა? იმ ფილმს რა ქვია, აქ ნახსენები თბილისის სიყვარულის ქალაქი თუ რაღაცა. სიყვარული ხო არა. I don't know. მაგრამ იცი რას ვამბობ? აი შარნა ბეგაშვილი ჩემს ხარი დედოფალი, მაგრამ ეგ არის აი სხვანაირად რა, აი effort ჩადებული სექსუალური ქალი. ნანკა კალოტაძიშვილი არის effortless, უბრალოდ დაიბადა ეგეთი. რაღაც აი ჰუდს რო ჩაიცვამს ძალიან შეკარი, აი რაღაც პარიზელი გოგჩოა. I don't even know. ძალიან მომწონს. მაგრამ თავარი ხალხო, ჩემი რამდენი ადამიანზე მაგ ჩაჭარა, არ ვიცი. თეონა თავარტკილზე მიხსენებია შენთან? არა. ანუ ის ვიდეო არ მაქვს ნანახი შენთვის? ანო და ვანო რო არის ფონზე ჩართული სიმღერა და ის რა სიგარეტს ეწევა? როგორ არა ვიცი ეს ვიდეო? ხო განახა? ვიცი ეს ვიდეო კი. ოკეი, ახლა გამახსენდა. ეს ვიდეო მართლა გეუბნებით 700,000 ჯერ მაგ ნახე, არ ვიცი რატო აქ ამხელა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისეთი თესლი გოგჩოა. I don't even know. ჩამიგდა რა გეხვეწებით, რომ დაგავწყდება გამოგზავნა და ვერავინ ვერ ნახავს ამ ვიდეოს ვერას დროს. და თეონა წებულობდა მონაწილეობას? არა. აბა რაზე არ ჩაჭარა? ანუ იქ იყო პრემიერაზე, ეს არ ველოდებდი და ანუ სადღაც როგორც კი შავედი, ხო ძალიან ბევრი ხალხია და აი სადღაც ბოლოში დაულონდე თეონა თავარტკილზე იასნად, იმიტომ რომ რადარი მაქვს და მეთქი ჩემი დაქალიანაც იყო, მეთქი ანა ვეღარ ვსუნთქავ, იქ უნდა ავიდეთ და გავერდით უნდა დავუდგა და იმენა აბედი creepy ადამიანი რა იქნება და სადაც იდგა ზუსტად იქ ვაბირშავდი, ესე დებილივით გორდით ვედა. გამარჯობა. თან მაინტერესებდა რა ზოლაპარაკობდი, მაგრამ იმენა არ მესმოდა რა და გამარჯობა როგორ ხართ? No, იმიტომ რომ ნუკი მშიში გამიჩინა და ვეღარავისთან ვეღარ მივდივარ. იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ეს ფიგურა ჩემ თვალში რაც აქვს. დამსხვრეული. რამდენი უნდა დაიმსხვროს უკვე არ ვიცი. და ჯერ გოგო არის 40 კილა ზუსტად, მაგრამ ჭამა ყველაფერი თან მაგას უყურებდი. პოპკორნი ჭამა, რაღაცაც დალია. დედოფალი. არ ვიცი, ანუ აი ეგ იყო ჩემი. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის დაჯილდოვებული, მე ხვდები? I know. მაგრამ ანუ ეგეთი გამხდარი რომ ხარ მთელი ცხოვრება, ანუ ნებისყოფაც გაქვს რაღაც მომენტში, თორე უეჭველი გაგექცევა. დისციპლინა, exactly. რა შეეხება ცვალებად ნიშნებს? მე პირველ სერიას რა უყურე, უკარგეს სერია იყო და თურმე გადაღებული არის რაღაც 2 წლის წინ, თუ 1 წლის წინ, ცოტა გაწალვები ქონდა შუაში დროში. ეს ნანკა კალოტაძიშვილს აქვს, მოკლედ ამ გოგოს დედის როლი. შენ ხო გააქნა ნახი ვაფშე პირველი სეზონი? პირველი და მეორე ის მონაკვეთები. და
ნანკას არ ვიცი ზოგადად რა პერსონა არის და რა character მაგ სერიალში, მაგრამ აქ ქონდა Parker Posey რო არის White Lotus-ში. ეგეთი რაღაცა ეცვა, რაღაც მომენტში ქორწილის სცენა არის და ქოლ გაიჭირა რა Parker Posey. იმენა მეთქი. თან ეს სანამ White Lotus-ი გამოვიდა და იქამდე არის გადაღებული და მეთქი ამის პროდიუსერი იმენა უსწრებს დროს და Mike White თუ რაც ქვია, იმენა ჩაუჭოკრა. და ანუ ესეთი ცოტათი conservative rich mother არის თუ? აი მე იმ პირველ სერიაში დავინახე მარტო და იმენა იგვაიბი ქონდა, მაგრამ რეალურად შეიძლება ვაფშე სხვა იყოს რა. და მან ქორწილი ხო ია ფარულოვას ქონდა? ხა. ოკეი. თუ მაგის ია ფარულოვა თამაშობს თურმე ბებიას ხალხო გამოვშტარდი. არაფერი არ ეთყობა ბებიას. იმენა ხო არაფერი არ ეთყობა და ჯერ რო შესთავაზეს ეგ როლი და ეგ დათანხმდა. ანუ შორეწყობად მიიღო თუ არა ეგ რო აი ბებია იყავი ეგ რო. She's like a MILF there. Yeah, she is a MILF. MILF to Jill რა გამოდის? MILF. Grandmother. ძალიან ვიძე იყო და ეს კასტი ყავს ძალიან კაი. ანუ ყველა მე ხალხო unpopular opinion თუ გინდათ გადამიარეთ, მაგრამ სერიალებში მიყვარს ლამაზი ხალხის ყურება. ვაუ, შენი აზრით რატო? ხო და აი არ ვიცი, კასტი როცა ყავს, მინიმუმ უნდა იყვნენ კარგი სანახავები რა, თუ არ არის, ეხლა რა ვიცი. არ გინდა. გთხოვ, არ გინდა. უკო ვიცი რაც უნდა თქოს და კასტი ისეთი კაი ტიპები ყავთ, ანუ თუ ვიღაც ძალიან ლამაზი არ არის რაღაც ვინმეს გამველაპარაკა. ჩვენი ნაცნობი შემხვდა ერთი. That was it. არა, თეონას ბედიქი მეთქი გვერდით გეუნები მთელი ის დრო და არ მოვცილებულა. მე მაინტერესებს მაგალის perspective, რომ აი რაღაც გოგო გიჟებით, აი ასეთ დიდი თვალებით, რომ აი უყურებ. არა, თან იმენა არ უმჩნევდი რა. ანუ აი არც ვუყურებდი, ხანდახან გავიხელოდი ხოლმე. Girl crush. ზაღადა. ეხლა ველოდები შაბათ კვირას, რომ ჩაუჯდა, ცვალებად ნიშნავს, იმიტომ რომ როგორც იცი, კვირის დღეებში არ მაქვს ხალისი, რომ რაღაც სერიალები. Exploring გავაკეთე. ახლა მეგობრებო თურქული სერიალები ჩანაცვლდება ქართული სერიალებით. ძალიან მიხარია და ძალიან კაი ხარისხით არის გადაღებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზ კასთან ერთად ჩვენთვის. და იშვიათი ქართული კინემატოგრაფიისთვის. და ვნახოთ, მე მგონი ეს იქნება ბოლო სეზონი ამ კასტით რა და მე შეიცვლება კასტი. ეგეთი რაღაც რომელ სერიალებში არის არც მახსოვს, იმიტომ რომ Gossip Girl-ში ყველა ერთად იყო. და სხვა შორის ეგ არ მომწონდა, მე ხვდები, იმიტომ რომ იწყება როგორც high school სერიალი, მე ვითომ უნივერსიტეტში გადადიან, მე ვითომ უცებ adults არიან, ამიტომ ეს რომ თავდება რაღაც. ხო, ჯობია. მეც ეგრე მგონია. და საინტერესო იქნება. ამიტომ დაგაწევთ ჩემ აზრებს, რომ ვუყურებ. მაგრამ ის ფაქტი, რომ კვირაში ერთხელ გამოდის, მე მგონი ეგეც. ის ფაქტი, რომ კიდე ერთ რაღაცას უნდა ველოდო. Netflix-ი Netflix-ი მიყვარს მარტო მაგიტო, რომ ყველა სერია ერთად იდება და მთავრდება იქ ყველა. რა ხდებოდა კიდე? Okay, მაშინ მე I'll take the lead. კინოზე თუ ვარ დავჭრით კინოზე, Wicked-ის მეორე ნაწილი გამოდის მეგობრებო და დაიწყო პრესტური. ჩემი საყვარელი არიანას და რა ქვია მან გოგჩოს? Cynthia-ს. თუ არის ჩემი ფავორიტი. ხალხო, აი არ ვერ აღწერ მაგათი დამოკიდებულება, როგორი აი რაღაცას რო უსწორებს და აი მისი მეც მაქვს ეგეთი რაღაცები შენთან ხანდახან რომ აი გასასწორებელი არაფერი არ არის საერთოდ და აი რომ მოკიდებ ხალხს და ხო იცი რაღაც რომ აი ვაი მე ხელი ხوار და გიზია არა ეგ ცოტა სხვა თემა არის რაც მაგათ აქვს ხო და მე მგონია რომ either PR კომპანია ერთმანეთს აგიჟებენ ჩემი აზრით მე მგონია ერთიცა ვიღაცა წერდა რომ იმ დონემდე უყვართ ერთმანეთი უკვე ეჯიბრებიანო ვინ უფრო caring არის ხო და არა caring ზარა who's going to be more anorexic იმიტომ რომ ორივე ხო ძალიან დაიკლო რაც დაიწყო ნუ არიანო უკვე დიდი ხანია ამ გზას ადგას და იმან ეხლა იმიტომ რომ Cynthia პირველ ნაწილში ვიქედის იმიტომ რომ ჩემთვის Cynthia იწყება და მთავრდება ვიქედის სხვაგან არსად არის დროს არ მინახავს არ იყო ეგეთი გამხდარი არა სულ გამხდარი იყო ძა I don't know მოკლედ და იყო სინგაპურში რო პრემიერა იყო რომ ერთი ტიპი ფანი დაესხა თავს არიანა გრანდეს ეს ხათავს რა მივარდა, არც ეგეთი დრამატული იყო, როგორც არიანამ წარმოაჩინა ეს ყოველივე და თურმე ეგ ტიპი არის შემჩნეული, რომ ძალიან ბევრთან მივარდება ხოლმე. ჩვევა აქვს ეგეთი, რომ სელებრიტი ქვია მაგ ყველაფერს, ოღონდ წარმოიდგინე, არიცი ვინ არის. არ მგონი არიანა გრანდეს ცოდნა და ეგ ტიპი ვინ არის და ვის მივარდება და თან შეიძლება დანაუჭიროს ხოლმე. შენი მენა მოკდებოდი მან. ანუ what the fuck, მე ხვდები? მე ვიტყოდი რომ okay, მოდი ფოტოგან. ის ფაქტი, რომ Cynthia Erivo
turned into a fucking daddy. ეხა რეფლექსური იყო, ანუ აი იმენა ეგეთია ეს ეგე. მაგას ვერ დააფეიქებ და რომ მოდი აქაც მოვარა. სახე რო დაუძაბა და ანუ იმენა მიხდი ანუ აი. ანუ მე ყველას ვიღადავ TikTok-ი ვნახე მაგას, რომ ვიღაც мама group chat-ში იწერება. ყველაზე კარგია. როგორი იყო? A fan rushed through security in Singapore. Cynthia protected her. Scary moment for Ariana. და ანუ ეს რო პირდაპირ გრანდეზე წავიდა მე მანდ ვარ. ბევრ არიანას იცნობ. მაგრამ აი გრანდეზე ვერასდროს ვერ წავ. That was so funny. That's a horrible one. მოკლედ, ველოდებით ძალიან მინდა და გამოვიდა უკვე. არა მგონია ჩვენთან არა. ხო და ან ლონდონშიც ყველგან იყო გამოკრული, მეთქი თუ მექნება თქო დრო წავალებ უყურებ. მე იცი რა მინდა? რომ კავიაში დაბრუნდეს პლაკატები, თუ არ ვიცი რა ქვია. ანუ როცა ფილმზე მივდივარ. What do you mean? ადრე იყო ხოლმე ასე ბანერივით რა ფილმიც არის, პრემიერა ან რაღაცა, დიდად და შეგიძლია ფოტო გადაგეღო რომ გამოხვიდოდი რომ ამას. არა, ეხა არის პატარა ეკრანები. არა. ახლა City Mall-ში არ არის იმენა. უკეთეს საკეთება მგონი ახლა. I don't know, they better do. რაღაც აი გააჩნია მგონი აი ბავშვების კინოებს აკეთებენ, რა რაღაც სტენდები არის და რაღაცა. ბავშვების კინოებზე კი, მაგრამ მე მინდა აი ეგეთი, ხო იცი? რა იმიტომ რომ გამოვალ, რომ გადავიღო და ხალხს უთხრა რომ უმაგრესი ფილმია, ყველა მუყურეთ, მე ფილმებს უყურებ რაღაც. მეც ეგრევდა, ბაღონ Letterboxd-ზე რომ დავდებ და მე რა. Nobody cares about I think a lot of people care. Unless I'm in the picture, nobody wants to see that. მოდი შევამოწმოთ რამდენი follower მყავს Letterboxd-ზე. მე ვიტყვი 14. არა, ჯეინ ლაბ გამოიცანი რამდენი მყავს? 14. არა, მართლა no joke გამოიცანი. რამდენი ყავდა სანამ იტყოდი აქ? 4 მე. 14. Final guess. 144. მე ვარ მაკრო ინფლუენსერი, მიკრო არა, მაკრო ინფლუენსერი. ანუ 144 ადამიანი აქედან წამოვიდა, ანუ ხალხო 144 ადამიანს გაქვს Letterboxd. და ანუ ყველა უსაყვარლესები ხარ და ზოგიერთი დაფოლოვება დამოვწდა. I will do that afterwards. ყველა ვინც მაფოლოვებს @datoaze. Follow to follow hashtag. I have to do something about it. You're desperate, babes. ანუ აი სხვა არც ერთი პლატფორმა არ მომდარდებს. თან ანუ it's not like I'm like a ფილმებში ძალიან ვერ ყვევი თუ რაღაც. Просто აი რაღაც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე toxic environment მგონია Letterboxd. ავეტყობი ხარ. მოკლედ დიახ. TikTok-ზე ხდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ძალიან ნიშ თემაში მივდივარ, ეხლა გამომყევი უბრალოდ. არის ესეთი ტიპი Uncle Bob. Okay. ძალიან, ანუ კარიშე დაძმა არიან TikTok-ერობენ, ამ დასყავს 2 შვილი, ახლა მესამეს ველოდება და უსაყვარლესია Tegan ქვია, ბავშვს, გოგოს უფროსი, რომელიც მოსება 4 წლის. ეს Uncle Bob არის ახალგაზრდა ძმა, ვითომ ამდის და ანუ ახალგაზრდა ვითომ, ახალგაზრდა. და ანუ თავის დიშვილებთან ერთად დებს სულ ვიდეოებს რა, რომ აი რაღაც ესენი რომ Uncle Bob's მეშინია უკაცად. არა, ცუდი არ არის ეგეთი არაფერი. და კაროჩე ძალიან სიმპათიური ბიჭია, ესეც აი საკითხავია, ჩემთვის არც ისე, მაგრამ ხალხი გიждდება რა. Okay. და ყავდა შეყვარებული, ანუ ყველამ ვიცოდით. და ესე ღიად ვიღაც ინფლუენსერთან უღალატა და ნიუ-იორკში ერთად იყვნენ. ეს ინფლუენსერი იცახის რომ მე ვაფშე არ ვიცოდია მაგას რომ შეყვარებული ყავდაო, მარტო Instagram-ზე ვაფოლოვებდიო და Instagram-ზე არაფერს არ დებდაო და აღმოჩნდა რომ თურმე არც არის იმას დაშორებული და ეს ფიგურა ჩვენთვის father figure რომელსაც გიждდებოდით მთელი TikTok-ი, მე მაგაზე არ გიждდებოდი, მე Tegan-ზე ვგიждდებოდი ამ ბავშვსა. უცებ აღმოჩნდა რომ არის cheater. და ასევე აქვს რაღაც addictions, იმიტომ რომ გამომართლებელი ვიდეო ხო და როგორც ხოლმე. Sex addiction აქვს? No. აბა რა. Alcohol and drug, I don't know. ხო და მინდა და შენთვისაც მეთქვა, იმიტომ რომ აი ჩემი დღე ახლა შეითვალა ამ ინფორმაციით. ხო, ვიცი რა თქვენ იქნებით ვიღაცები out there who know about him and this situation. როგორც ქართულ გოგოს გიკვირს cheating თემა. Просто ბიჭო, რა დონის დებილი უნდა იყო, რომ აი ესეთი პოპულარული ხარ და ეს შენი relationship რო არის public. და მე influencer-თან მიდიხარ. ხო, ანუ თან პლატფორმა აქვს, ვისთანაც მიდიხარ. ვიღაც აი გოგჩოსთან კი არ მიხოდი ემასთან გვერდით სადარბაზოდან. ემა გვერდით სადარბაზოდან მინდა მიპოვოთ ახლავე. ჯერ სადარბაზო? სადარბაზო ნიუ-იორკში. მამე ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში არა, მე მგონი ჯერზი. Okay. იქ იქნება. ხო და ძალიან გული მეტკინა, იმიტომ რომ რაღაც ხვანაირად რომ კიდევ მორიგი მაგალითი და რაღაც საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არანაირად არ უნდა გავხდეთ დამოკიდებულები social media personalities-ზე რა.
ზუსტად 100% გეთახმება. მაგრამ მე არც არასდროს არ ყოფილვარ, მაგრამ ხალხი არის, ვინც იმენ აღმერთებს. ანუ მე ვიღაცა მომწონს, პატარა ფეხი გადაუცდება, ანუ მომწონდი, აღარ მომწონხარ, მაგრამ არაფერი. ხო, მეც ალბათ მქონდა ეგ რა უფრო პატარა ობსესიის? მე იმენ არასდროს მქონია. მაგრამ ობსესია ვიზე მქონდა ახლა რო ვიხარ, აი Florence and the Machine-ზე მქონდა, მაგრამ ეგეც უფრო იცი როგორ აი you know how talented she is და აი გინდა რომ მის ხელოვნებას მოусმინოსულ რაღაც, ანუ ეს ისე რო თქვა და მაინტერესებს ახლა საცხოვრობს და მინდა ვიცოდე რა დასჭამს და აი ეგეთი რაღაცები არასდროს არ მქონდა და ჩემთვის მართლა მეც არასდროს არ მქონია ხო მაშინებს ყოველთვის აი რა ქვია მაგას პაუზას არ მიზომავს აი მე არასდროს არ მქონია ასავე გეთანხმები ეგეთი ქიში არ ყოფილ მაგრამ აი ამ თორქ მსახიობზე რამეს რო დადებს ხალხო მივზუმავ სად არის რა უდევს რა სჭამს რა სვამს რას ისხამს მაგის გამო გამოვიწერე სუნამო იმიტომ რომ რაღაც თურქულად უყურე ინტერვიუს ახსენა რომ ეს სუნამო ძალიან მიყვარსა საათნახევრიანი ინტერვიუ იყო I swear to god სუბტიტრები ხო თან YouTube-ის auto სუბტიტრები საშინელება რო არის და კაროჩე იქ თქვა რაღაც სუნამო მიყვარსა მე რაღაც დამფხო უდავს გადავიდი მე-17 ფოტოზე და იქ სარკესთან უდავს ეს სუნამო რა და 2 წლის ინტერვიუში ახსენა რომ უყვარს და დღესაც უდავს რა და მეთქი იმენა გიჭდება ესე იგი აქ არ იყიდება იქ სუნამო და ესე ბრმად გამოვწერო მეთქი I don't give a shit თუ იმას ჩამოვიდა უკვე თუ ჯერა არა და ეხლა რა დრამაში ვარ მან ფაიმე კაროჩე ხო ღირდა რაღაც ფული ეს სუნამო რა და ემატებოდა $7 deliveries ხო და მეთქი fuck me I don't want to pay that money იმიტომ რომ ანუ ხო 20 ჯერ მეც ვიხდი თვითონ სინამაში მაგრამ აი მიტანაში რო ფულს მახტევინე მაღიზიანებს და მეთქი what should I do და ჩემ დაქალსვანებელ მეთქი დავაი შენ სუნამო გამოიწერე იმანაც რაღაცა არჩია კაროჩე და გამოვიწერეთ ერთად იმის გამო $6 დამეზოგა, ანუ რაღაც $200 არის ახლა ეს ორი სუნამო ერთად, ანუ გამბეჟება უწევს, ხო? მოვიდა მესიჯი რომ გთხოვთ ჩაგვიგდოთ ინვოისი. ანუ გამბეჟება არის 20%, ანუ მიწევს სადღაც $150 გამბეჟება, იმის გამო რომ $6 დავზოგა. გესმის სადღა? ხო, მესმის. ხო და ეხლა გავაყალბე ეს ინვოისი ხო და უნდა ვლაპარაკობდეთ ამ ყველაფერზე. I don't give a shit at this point. ხო, ვინმე რო ჩამიშვათ, სადმე რა ვიცი, შემოსავალს ვის სად ვიხდით ამ იმებს. იმენა გცემთ. ამიტომ fingers crossed, pray for me. იმიტომ რომ თუ გამოგიჭირას ორ მაგს იხდი, ანუ ჯარიმასაც იხდი მოტყუების გამო რა. ანუ ამ 20% ხო იხდი და პლუს 20%, ანუ 40%. გიღირს რო ამ ყველაფერს ამბობ. I don't care. მიხედავთ იმისა რომ განახავარი საქართველოს აყალბებს ამ ყველაფერს. ყველა აყალბებს, აი მე თუ გამომიჭირეს ამაზე იმენა გამიტყდება. პეტიცია რო გავზარდოთ $300 არის არაფერი. ნუ ჩემი ტაობაოსთვის ძალიან ბევრია, მაგრამ ანუ თუ ამერიკიდან იწერე რამე ხო, რა ვიცი, მგონი სახის საწმენდია და რა ვიცი, რა ჩაჭდება $300-ში. სახის საწმენდი რატო? ეგეთი ცოტაც არ არის რომ სახის საწმენდი მოგვივიდეს, მაგრამ well, fingers crossed, გთხოვი ლოცე ჩემთვის. მოკლედ, რაც შეეხება cheatings გამახსენდა ასევე ჩვენი თავარი ესეთი რელიგია რომელიც ყველაზე მეტად მე დანას გვიყვარს არის ერთდროულად 1 2 3 მორმონიზმი. ანუ მე მეგონა რომ ძალიან ალეგორიულად ამბობდი რელიგიას, მაგრამ ეგ ზუსტად ეგ რო თქვი. რა ხდება მორმონებში? ახალი სეზონი აქვს ხო? ახალი სეზონი აქვს The Secret Lives of Mormon Wives. ეს როგორი გარითმადი ის არის ახალი. მესამე სეზონი. ხო, ჯერ ესეთი სეზონები იღებენ აი ასე იღებენ სეზონებს. იმენა მახსოვს 3 თვის წინ ლაპარაკობდი წინა სეზონში. ყველაზე idioტობებს ეჩხობენ ხალხო. აი ეგეთი trash, ეგეთი low level content. ყველა უყურებს. ყველაზე კარგი არის და იმიტომ. Salt Lake City შობია Housewives? არა ხო? არა. იმიტომ ყველა უყურებს მაგას. უბრალოდ აი შენ რასაც ამბობ, ეს მთლიანი სეზონი რო იდება 9 ეპიზოდად, მადლობა მინდა უთხრა მორმონებს State of Utah-ს, იმიტომ რომ იქითა და აქეთა ფრენა გადამატანინა და მე არ მიყვარს დიდად ფრენები და თელი სეზონი და თელი გზა ვუყურებდი ამათ, ხო? ვაიმე ჯერ ეს მორმონები ხო ძალიან conservative არიან. ანუ cheating scandals, რაღაც addiction ერთ-ერთ კონდა porn addiction, which okay, what the fuck? Calls. არა, ქმარს. ყოველთვის გასვენო, აი სულში ერთმანეთს სულ ღალატობენ ერთმანეთში. ბენ რაღაცა, ანუ it doesn't end, it doesn't stop. და ანუ ჩემი საყვარელი. ანუ forced არის? ხო და მგონი ცოტათი უკვე არის რა და რამდენი ხანი გაკაჩავენ არ ვიცი, მაგრამ ეს ფაქტი რომ თავიანთ ჯგუფს ხქვია mom talk. და will mom talk survive this? Mom talk will not survive this. And ისე ადრამატურგირებენ ამ ყველაფერს, რომ მეთქი bravo.
მაგიტომ ვფრო ანუ ნიჭი ჭირდება ამ ყველაფერს რომ აი და delusional უნდა იყოს მე მართლა მჯერა რომ reality TV-ში რო იყო ჯერ არ იქნები ნორმალური ადამიანი ვერ გამოდგები მან ცოტა ბარლო ხო გვიყვარს ორივეს რა იმიტომ რომ გიჟია გიჟი არის ჩვეულებრივად ხალხო ანუ ფსიქოლოგიურად ცოტათი უნდა გიჭირდეს რომ იმენა ანუ მე ვერ ვიქნებოდი კაი კადრი ძალიან რაციონალური ვარ ცოტა ირაციონალური უნდა იყო I'm telling you. მე მგონია რომ ძალიან კარგი reality star იქნებოდა. No. მე არ მგონია რომ აი drum like poster არ იქნებოდა. ხო, არა. მე ვიქნებოდი როგორც ვინ არის ეგეთი. კრებს ადამიანს და არის. Heather Gay. Yeah, აი კომენტატორი შორიდან. Sorry. ხო და ანუ ვუყურო თუ არ ვუყურო ფიქრობდი. კი, იმიტომ რომ ანუ აი როგორც აი რა ვიცი, აი სალათი რო შეჭამო ეგეთი თემა არის. It's easy, it's like fast and it's like good. And ძალიან ბევრი Real Housewife franchise არის იმისთვის რომ მორმონები ჩავრთო ხდება. ხო, არა, ვიცი, მაგრამ ანუ ხალხო რა ხდება, ანუ ძალიან კარგი პერიოდი. ჩვენ The Morning Show ხო გამოდის. Palm Royale, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი, მეორე სეზონი გამოვიდა. Kristen Wiig, რომელიც SNL-ში თამაშობს, ანუ ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ SNL-ში ჩემი დედოფალი ხო იცი ვინც არის? Tina Fey. Kristen Wiig გამდე იყო, ხო? აი, უფრო ახალგაზრდა Kristen Wiig. ხო, მაგრამ არც თუ ისე. Okay. მოკლედ, მაგასაც გიშვით რა უყუროთ. რაღაც ხუთ სერიალს უყურებ, ანუ I'm like very booked and busy, I would say. Busy, overstimulated, I would say, ანუ მე კიდე იმ ფაზაში ვარ, რომ ერთი და იგივე სერიალს უყურებ ყოველ დღე. ერთი და იგივე სერიალს? სერიას, დაჟა. ხო გამოვაკვირა ერთი სერია ჩემი სერიალის. დარჩენი დღეები, ანუ სულ ძალიან ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე სახლში რომ მივდივარ სამსახური. ანუ რაღაც მომენტები მაქვს, რაც მევასებე და რამდენჯერმე ვუყურებ. ანუ ჯერ ხო რუსულად ვუყურებ ამ თურქულად ნათარგმნს, მაგრამ თვითონ ორიგინალში თურქულად ვუყურებ. ხო, არ ვიცი რა მჭერს ესეთი რა არ დამარცხია. ხო, ჩემი რეაქციებით არ მინდა რომ არასწორი მესეჯი გადმოცე. ანუ მე არ განსჯი ანას. არ ვიცი რომ არ არის ნორმალური. შენთავს ვიცი არ ვიცი რა მჭერს. ხო, იმის გამო რომ თურქული სერიალი მაგიტო არ დავცენი. რაც უნდა ის მოწონდეს და არა მაქვს არანაირი პრობლემა. ჩემ მეგობრებს კორეული სერიალებიც სიგიჟემ დამეწონთ და ვიღაცამ დაგიკომენტარა რომ შენ თურქულ სერიალებზე თუ ეგეთ ჩაჭრენ კორეულებს ნახე რა გეკნება. და მე შინია რომ შემოგთავაზო საერთოდ. მაგრამ რატო იწვევს ასეთ დამოკიდებულებას და ეგეთ soothing sounds. აი ეს არის პერსონაჟი ვინც არის? ეს ის გოგო არის? არის აი ჩემი არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ აი ეგ მინდა რომ ვიყო ხოლმე. Role model. ზუსტად აი ამ სცენარისმა ჩააჭირა, ზუსტად აი ესეთი ვიღაც გამოთავა, რაც არის ჩემი role model, არც კი ვიცი, აი და ძალიან განსხვავდება შენი პერსონაჟი, ანუ შენ ვინც ხარ? კი, რაღაცებით კი, რაღაცებით არა, I don't even know. I don't even know. Okay, whatever. What else? არ უნდა შეიცვალო არავისთვის. No, I would never do that. კიდე რა ხდება? Sabrina Carpenter. გახსოვს წინაზე რომ ვახსენეთ, რომ ჯერ ერთი გადაგხვდელა ყაბელამ Sabrina Carpenter-ის თურმე ცუდად ვიხსენიებდით. TikTok-ის ის რა გავაკეთა. რა თქმა უნდა უკონტექსტად ამოვჭარი ჩემი ბრალი არის ვიცი მაგრამ აი ვაფშე ცუდი არაფერი არ გითქვამს გოგჩოზე რომ ძალიან კაია თქო და ყველა მისე გაიგო რომ ვითომ სიდნის უნი გავასება და საბრინა არა She knows how to get the views you guys მიშვალეთ ყავ უყურეთ ხან და იქ ხო ამბობ რომ მუსიკის პერსონაჟს გავს თქო და Alice in Wonderland-ის musical-ი გამოდის და მან იქნება აი musical-ი არა live action არ თქვა მართლა არ ვინმენა რა მშალობა აქვს ხალხო, რაღაცას ვიტყვი, ეგრევე ხდება. ჯერ ერთი ვერც აგიხსენებთ ჩემ ცხოვრებაში როგორ დიდი ნაწილი უჭირავს Alice in Wonderland-ს, სიგიჟემდე მიყვარს. ატარაობიდან, აი Disney-ს რო იყო მულტფილმი, მაგაზე ხო გიждდებოდი. მე Tim Burton, რომელიც იყო ჩემი ბავშვობის საყვარელი რეჟისორი, მაგაზე ხო ვაფანატებდი. მაშინ Avril Lavigne-ს ძალიან მიყვარდა და Avril Lavigne აკეთებდა soundtracks and Hathaway-ს მქონდა ჩაწერა ბავშვი რო ვიყავი და ეგ თამაშობდა ანუ რაღაც ისტერიკა მჭირდა ისე მიხაროდა და იყო ჩემი პირველი ფილმი რომელიც ვნახე სამდაში და დღემდე მახსოვს რომ აი ისეთი კარგი იყო გახსოვს ბავშვობაში 3D ფილმი გვეგონა აი მართლა მეგონა რომ მარსზე წაგვიყვანეს აი სათვალე რო გავიკეთე და რომ მოიხსნიდი და ჯერ დიდი სხვაობა არ იყო დიდი მაგრამ მანამდეც იყო მე არ მოვსწრები ვარ იცი რომ მოსამდას აი იმენა წითელი და ლურჯი სათვალები რო იყო ეგეთ ფილმზე არ ვარ ნამყოფი. წითელი და ლურჯი როგორ იყო გამახსენე? აი, სათვალები რო იყო, ერთ მხარეს რო წითელი იყო და მეორე მხარეს რო ლურჯი. აუ, არ მახსოვს. ეგ იყო ადრე. Okay. და მე რემ შემოვიდა ეს სხვა ტექნიკით. ხო და მე მაგას მოვესწარე. მართვალების ლურჯ ამტკივა სამდაზე. ძალიან სისულელეა ხალხო. ხო, მირჩევნია რომ ჩაულებრად უყურეთ. ჩაულებრივი გახადან ოღონ მარტო
Wicked-ი ხო 3 და იყო. კი. Stop it. წელსაც ეგრე იქნება? რო ვთხოვოთ რა იცალკე ჩვენთვის. ქართული აუდიტორიისთვის რო ცალკე გამოუშვან. ხო და ძალიან მიხარია ჯერ ერთი უკონტექსტოთ რატომ იმიტომ რომ იქვე არ ვთქვი რომ ექსპერტიზია. მე უსმენს ვინმე? არა, უსმენს ვინმე მითხარი. თუ არ დაუღეჭე ხალხს, ვერავინ ვერაფერს. ანუ ვიღაცები რო წერენ ხოლმე და ადრე რო გვესმოდა რომ აი ქართველებს გვიჭირს რაღაც მოსმენილის გააზრება, წაკითხულის გააზრება. მე მგონი მართლა ეგ პრობლემა გვაქვს ხალხო. აი რაღაცას ვიღაცა ამბობს ვიდეოში, ვაფშე სხვაგან მიდიან ხალხი რა და რატომღაც აი international TikTok-ზე რო ვარ ხოლმე და კომენტარებს კითხულობ, ძალიან ყველა ჩემაზრზეა. თუ არ ვიცი ეს ალგორითმი მიყენებს ისეთ კომენტარებს რო ყველა ჩემაზრზეა. შეიძლება ეგეც არ არის გამორიცხული. მე ამ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ყველა ერთ აზრზე ვართ და ყველა არის ჩემაზრზე. ყველა ეთანხმება ანაცმებს. და თუ არა და something's really wrong with you. Exactly. მაინტერესებს თუ არა გუშინ იყო Cloudflare თუ იცი ეგ არის კიბერუსაფრთხოების კომპანია რომელსაც აქვს ძალიან უნიკალური ვიცი როგორ მოქმედებს ეს კომპანია იცი Lava Lamps არა Lava Lamp როგორ არის რა I don't know აი ლამპა რო არის და შეგნით რო აი რაღაც სითხე არის და მე მეკონა რაღაც კიბერუსაფრთხოების კომპანიაზე მალაპარაკე ხო და ეგ არის ხო მომისმინე აქვთ ასეთი კედელი სადაც არის lava lamps და იმ ფორმას თუ რასაც ღებულობს ეს ლამპა შიგნით ეს liquid მაგით წერს რაღაც კოდს ან ეს რატომ მოიფიქრეს იცი რომ შეუძლებელი არის აი physically impossible არის რომ გატეხო მაგათი კოდი იმის გამო რომ აი ეგეთ რაღაც იცლება თავისით ხო აი იცლება არა რაღაც კონკრეტული ალგორითმის მიხედვით არამედ აი ბუნებრივად randomly რა მაგრამ ძალიან დაცული სისტემა და ბლა რაღაცა ვერ იმუშავა, მთელი დღე ვერ მუშაობდი ხალხო. ყველა ვებსაიტი, ყველა, რა ვიცი, ყველაფერი გათიშული, ყველაფერს მოწყობილი იყო. ChatGPT-ს ხალხო. ჩემთვის იყო წამება. ვაუ. ჯერთი გაიჩა. რა ფიქრა შენით? სადღაც 2 საათზე რა, 2 საათამდე ძალიან პროდუქტიული ვიყავი. უცებ აღარ შევდივარ და პირველი რა თქმა უნდა ოფისში 60 კაციდან მე დავიწყე ყვერილი რომ მეთქი ჩანჩენი რატო არ შევდივარ? იმიტომ რომ მე მაქვს ეს addiction. მე მგონარ მეთქი ჩემ კომპიუტერში რაღაც tech team-თან მივარდი რომ მეთქი არ შენი ამ საიტზე მიშვალეთ. და იქ გავიგე რომ რაღაც შეფერხება ყოფილა. მართლა ძალიან რთული იყო. და რანაირად მუშაობდა ხალხი, სანამ ChatGPT არსებობდა, არ ვიცი. მე რა თქმა უნდა ვიპოვე Gemini-ზე გადავედი, იმიტომ რომ Google-ი ჩვენივრად მუშაობდა, მაგრამ ვერ შეეძრება. მით უმეტეს მაშინ როცა $20 ვიხდი ChatGPT-ისთვის, იმიტომ რომ მქონდეს პრემიუმი, it's totally worth it, you guys. ხო, თან წარმოგიდგენ, it's such a big deal. ანეციგნაძე to commit to subscription. ისეთი რაღაცები არის, რაც მართლა ყოველდღიურად სჭირდება და მაინც she will never do that. და ნუ ხო ხტები ეგ ყველაზე კარგი $20 არის რაც შეიძლება დახარჯო კეფიცებით. ამიტომ მეთქი დამიბრუნეთ ეს ერთი დღისთან. მე მახსოვს უბრალოდ იგივე დამოკიდებულება გქონდა უბრალოდ Google-თან, როცა მშობლები გვეუბნებოდნენ, და Google-ა რო შეიძლება. აი Google-ის გარეშე რა სიზამდით, იმიტომ რომ მაშინ ხო უნდა წასულიყვნენ ბიბლიოთეკაში, ეპოვათ ეს ყველაფერი და აი research-ს რო აკეთებდა თქვა სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის, უნდა წასულიყო ბიბლიოთეკაში. და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. წარმომიდგენია ეგ ცხოვრება. აი დროს რო კარგავ მარტო იმიტომ რომ story წიგნი იპოვო თაროზე. გესმი? ახლა დაგულვა გეზარება. მიხვდე, ეგ არის პრობლემა. წარმომიდგენელია, ვაფშე კიდევ კაი რომ ამ საუკუნეში გავჩნდი. თორემ მართლა ვერ ვიარსებებდი. ის რომ მეილი დავწერო ჩემით, წარმოუდგენელია, მართლა გავიგე. ჩემთვისაც. მაგრამ მე მგონია რომ აი არავინ არ დაიწყოთ ეს ბულშიტიზმი, რომ მე ჩემით ვწერ მეილს. ერთი ადამიანი არ ვიცი, ვინც დიდ მეილს გზავნის. პატარა შეიძლება გაგზავნო, რომ okay, confirm. არ ჩემთვის მეთქი. ერთადერთი მეილს არ ვწერე ChatGPT-ს. ანუ გრძელი რაღაც აი სტრუქტურა რო გაქვს მისაცემი ეგეთი მეილი რო გაქვს გასაგზავნი ChatGPT-ს გარეშე წე? საბედ იმენა გვაბულში. და მესეჯები და კიდე არ მესმის აი მესეჯს რო წერ ChatGPT-ით, მიხვდე? გაჩნია ვის წერ და რამ სიგრძეს. I don't care. ანუ მე გეუბნები რომ ყავს ნაცნობი, ვინც მეგობარს რო ეჩხუბებოდა, ეუბნებოდა ChatGPT-ს დამიწერე სწორი არგუმენტირებული, აი ხალხო too much. That's too much. იმიტომ რომ დროს კარგავ ხვდები აი ამ ემოციას ფანტავ გარემოში, მაშინ როცა უნდა ჩადო იმ სიტყვებში, მაგრამ არა, აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ღმერთს რომ არსებობს, უბრალოდ მეშინია მომავლის სადამდე მიგვიყვანს. ამის ქონა. ანუ Google-მაც ჩაანაცვლა ძალიან ბევრი ადამიანი, ChatGPT-ს ჩაანაცვლებს თავარი ადაპტირება, მორგება და თან განვითარება რა. Period. არაფერს არაფერი არ მეგობრებო.
მე თქვენთან ერთად ვარ. Thank you. მოკლედ საქართველოს რო დავუბრუნდეთ, თიკა დედოფალი ჯამპურია. So random, ანუ შენ გარო თიკა ჯამპურია. Okay. Now you know who she is. თიკა ჯამპურიას მეგობრებო, აქვს პარტი პარასკევს, თურმე კაფე ქონია. I know. და არ გამიკეთებია პარტი აქ. აიჩა, მიხარია რა გადაბრენდა ეგ ყველაფერი. მე სამწუხაროდ რომ ყველამ, აი მეც მაგით ვარ პროსტები, როცა ხალხი ჩვენს ლაპარაკობს, იმიტომ რომ აი რა უნდა გავაკეთო. You should always take that opportunity და აი შენივე მოგებისთვის გამოიყენო რა და ეგ გაკეთე ამ გოგომ. თან მithumetes არა. დღეს შემხდა ზუსტად პოსტი Facebook-ი ხო გადმოწერა იმ ამბების მერე და დამჩარა. და შევედი და ამბობს რომ აი ვითომ ძალიან რთული პერიოდი მქონდაო ყველა რა რაღაც გადაობდა ამ თემებზე და ძალიან დაძაბული ვიყავი და ჩემმა შვილმაო ეხლა ყვავილები თაიგული მიართვა და ეხლა ძალიან გამხიარულდია რაღაცა. ანუ რატო დაიძაბა მე მართლა ვერ ვიგებ. ანუ ეგეთი სუსტი არ უნდა იყოს, თორე დაიჩაგრები ამ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აი ბარიატრი არ გამიკეთებია და ანუ ვიღაცამ რომ ეხა ედიტი გააკეთოს რაღაცას რომ ამბობდა ატრიალოს და იღადაონ რა, შენ რა. ანუ არაფერი არ იყო დასაცინი. რატო განიცადა მე მაგას ვერ ვიგებ. ანუ მაგან თუ ეგ განიცადა და თუ აბზიანიძის კომენტარებში რა შევიდეს და თავისთავად რამე ეგეთ წაიკეთოს ვაფშე. ჩემი აზრით ძალიან კაი რაღაც მოხდა მაგის თავს. ანუ შენს გაიგე თიკაფაცაცია ვინ არის ხვდები და შენნაირად თიკაფაცაცია არა. ხა, თიკა ჯამპურია ვინ არის? ხო. ხო და შენნაირად რამდენმა გაიგო მაგით? არ ვიცი, მაგრამ მე მგონია ძალიან ნიჭიერი არის და ჭკვიანი არის, რომ ეგ გააკეთა. მეთქი ზოგადად გონია რომ ნიჭიერი. არა, მაშინ რა არიცი რა საკეთე. ძალიან კარგი მარკეტინგული ხოდი არის. აქვს კაფე და მიგცი ყურადღება კაფეს. ამიტომ ყველას გიჩა მისა ეკრჩავა და ყოჩაღ იმას. მე ზოგადად ძალიან ვცდილობ, რომ საჯარო პლატფორმაზე ან თუნდაც ჩვენ პოდკასტთან სადმე აი ჰეიტის თემა არ მქონდეს რომ ვინმე დავაჰეითო ან რაღაც ცუდი კომენტარი გავაკეთე, იმიტომ რომ ვიცი რომ ანუ თუ შენ არ ქსიამოვნებს რომ შენ შეძლო ლაპარაკობ, იგივე არ მინდა რომ სხვა მას განიცადოს რა და საჯარო პლატფორმაზე არა, შენ უბრალოდ ეგეთი ხარ, ანუ ჩვენს პლატფორმა რო არ იყოს, ვის ვაჰეითებთ, აი ჩაოლებრივ საუბარს. შეიძლება რაღაც თქვა რომ თამაშ შალომიძის წარბები არ მომწონს, ძალიან მუქია, მაგრამ that's it. Yeah. მაგრამ ისე რა პირად შეეხო და რაღაც ხო? მოკლედ კარჩა არ ვიცი, ძალიან ბევრი უსაქმური ადამიანი არის. მოკლედ ძალიან მიხარია რომ თიკა ჯამბურია იპოვა ეს მარკეტინგული სვლა და იმედია დაეხმარება თავის ბიზნესის წინსვლაში. She doesn't need that. So, okay, ყოფილი ქმარი ყავს ძალიან მდიდარი. Okay, good for her. თან ყოფილი, ეგ არის ყველაზე დიდი ფლექსი. ის კი არა რომ ვიღაცის ატანა გიწევს ფულის გამო, არა, შვილი ყავს და ჩერეზიქიდან მოდის. Queen. ის ნახე რომ iPhone-მა გამოუვა, Apple-მა გამოუვა iPhone-ის case. $230 ღირს. მაგრამ ისე მიაკე. ეგ რა არის? რამე იაპონური ბრენდია? Do I care? ანუ ვინ უნდა გამოიყენოს? მართლა მითხარი რა იყო thinking process, goals, why did they do that? iPod-ს ქონდა ადრე, ეგეთი ნასკივით, წინდასავით. iPod იყო სხვა ერა, we all know that. Yeah. არა, ზოგადად ხალხო ზოგადად აი ამ ფასებთან დამოკიდებულება უკვე გულს მიერავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი რა ვიცი რა ახლა ხანს ბოლო კოლექცია ქონდა Chanel-ს, სადაც იყო ცოტა ისეთი distracted ჩანთები და ფასი $35,000. სადაც Hermes-ის ბირკინი არ ღირს მაგდანი $8,000 იყიდება. აი Chanel-ი მაინც არის, მაგრამ Lululemon-მა გამოუვა ჩანთები $4,000 ღირს. ხო, მაგას ვამბობ, ანუ ცოტა ყველა და ჩფეულებრად ამ მოდის ინდუსტრიაში. ან ზოგადად დაჭმევენ ხალხს. ანუ ჩემი აზრით ხალხმა იშავა ფული. ყველამ ჩემ კარტა რატომღაც და ხარჯავენ რა. და მე არც ბრაზდები ეგეთ რაღაცაზე, იმიტომ რომ ვიღაცა თუ არ იმდენად გოიმი რომ მაგაში გადაიხადოს, მაგდენ დაიგადაი. გაჩერდება. შემხდა ვიდეო Chapel Roan. ხო. არის სადღაც წითელ ხალიჩაზე და სანამ შემოვა პაპარაცები ხოდგანან და ეუნებიან ეს გოგო გამოვარდება ალბათ ასისტენტი საწყალი რომ აი გაჩვენდით ჩაპელი მოდისო თორეო და წყდება ვიდეო რა და რამდენიმე ვიდეო იყო რაღაც მსგავსი შინაარსით მაგ გოგოს შიქო არა აქ მართლა მაინტერესებს ვინ გონია რო არა რატო გქონდა პრობლემა ცითო ხალიჩაზე რომ მიდიხარ და პაპარაცი რო იყვირებს მოულოდნელი არის ეგ ფაქტი რომ აი გამოიხედ ეს ფაქტი რომ ეს არის industry standard არ ნიშნავს იმას რომ that's okay რომ მაგან უნდა მოიყვანოს გაზაფხული რატო მას არა აბა ვინ უნდა მოიყვანოს გაზაფხული მე ეგ არის ჯერ ერთი it's their job რო დადგნენ და გიყვირონ გამოიხედო არა სამსახური არის it is საბედ და მე ვუთ ხალხი არ მოყარს აი ყველაფერზე მაქვს ტოლერანტულობა უხეშობის გარდა და ის რომ უხეში არის ეგ და თან რა ბექგრაუნდიდან მოდის თან humble
humble background აქვს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ღარიბი იყო და არაფრის ფული არ ქონია და ალბათ ბევრი რაღაც გაუკეთებია, რომ რაღაცა საჭმელი ქონოდა და პაპარაცი ვინც რაღაც paycheck-ის გამო მოდის და იქ 5 ფოტოს კიდევს რეალურად ფეხზე კიდიხარ არ უნდა გახარ ფოტოს გადაიღებენ ანუ there's no reason for them to like she was so rude stop it ასევე იგივე გააკეთა არიანა გრანდემ ახლა ხანს და მე მივესალმები მაგ ყველაფერს ალბათ გააჩნია როგორ გააკეთა იმიტომ რომ ამა როგორც გააკეთა ამას ვერანაირად ვერ მიესალმები და ბოდიში მომიხადე ხლავე რო გაჩვენა მილი ბობი ბრაუნმაც გააკეთა იგივე მილი ბობი ბრაუნმე ძალიან საყვარლად გააკეთა ის ზუსტად მაგას ვამბობ აი ხო შეიძლება რას ამბობენ you smile ხო მილი გაიღიმეო და you smile და ისე საყვარლად ქნა მეთქი თან მიყვარს მილი ბობი შემდგომში გეზიზღება დასანახად გიშტები უყურა okay Chapel's coming no one will yell at her or she will flip the fuck out ალბათ ამას ამბობდა everyone be quiet be nice ბოდიში გაქვს მასახტალე? არა. იმიტომ რომ დამნაშავეა. და ჯერჯერობით ეგ რო გააკეთა, მაგიტყვარე რა ხო ყველა აი ასე რა ყველა აგინებს. თითისტვარებზე და სუსტად. ვინ დადის თითისტვარებზე? ფეხებზე კიდე უბრალოდ მე რო რაღაც ინდიფერენტულად ვიყავი განწყობილი, ახლა მეზიწყება. ბატა იცავ ისე ყველაზე არაეთიკურ პროფესიას იცავ ამ კონკრეტულ მომენტში პაპარაცი არის ყველაზე არაეთიკური პროფესია. მისმის რომ სახში რო გივარდებიან არაეთიკურობა, მაგრამ იმენა წითელ ხალიჩაზე რო ხარ მარტო იმიტომ რომ პაპარაცი არა, უბრალოდ ფოტოგრაფი. Let's start with that. წითელ ხალიჩაზე როცა გახარ. დაიხვიე შენ ხელზე ეგ პაპარაცი არ იყო, უბრალოდ ხალიჩაზე როცა გახარ და არის რიგი სპეციალური ფოტოგრაფების. და ყველას შეხედავ და გავხმარ. ალბათ არ გაქვს ეგ გამოცდილება რომ წითელ ხალიჩაზე გაიარა. მე დამიჯერა. რა იქ რა გახარ ანუ რა აი ყველამ რა დაიჭირეს კადრი რა აქეთ გამოიხედე გაიღიმე აი ასე ხოთ გახარ ხო და გოგონიჭო ალბათ არ შეუძლია არ ვიცი ხალხო დაწერეთ კომენტარებში ხო ძალიან რუსლა იყო მისი მხრიდან ხო მე მგონი შენც მოტყნე ცოტა არა ახალ ხანს შემხვდა ლინსი ლოჰენის ინტერვიუ რო ამბობს თუ როგორ უხარია რომ გადავიდა დუბაიში საცხოვრებლად იმიტომ რომ 10 ჯერ უფრო იმენა ბულშიტ ჩემი აზრით იმენა უბედურია მგონია ბევრად უფრო დაცულად გქნამ თავსა ისეთი კაი პლასტიკ სერჯენ ყავს რომ უბედური ვერ იქნება მაგრამ still მაქედან დავიწყოთ და ლინსი ლოჰენ ზუსტად იმ ერაში მოყვა ზუსტად რაც ბრიტნი სპირსი მოყვა რომ აი პაპარაცი გივარდება ფოტო ის კაბაში რომ უნდა გადაგიღოს ფოტო და რაღაცები და დუბაიში it's illegal Japanish's are legal. She's not that relevant at this point. Well, nobody cares about Lindsay Lohan. I think she made herself irrelevant. Timtaro she was fed up. Sustat. Da magis gamo anu ar gakteula LA-dan ra paparazzi mem jara khalis. Shen, you're not a girl's girl, so are we jara, but jab free Epstein is jara. Well, let's talk about that actually. Aravin ar loparakovs megobreba, ro Amerikis mtavrობა პრეზიდენტი ყველაფერს ცდილობს რომ არ გამოუშვას Epstein files. მე არ მინდა არანაირი პრობლემები რომ შემექმნას, მაგრამ to me it's fucking weird. ჩემეთი ყავი, იმიტომ რომ ვიზაზე უნდა შევიდეთ ადრე თუ გვიან. ჩემი აზრით ძალიან სწორი არის, ალბათ არ არის საჭირო ამ ფაილების გაში. Stop. თქვენ რა გადავ ახლავე? It depends. Თქვენ რა გადავ ახლავე? It's insane. აუ ხო გადავიარეთ რა, იმენა არ წდება ეს თემა. გავიგეთ. Been there done that. ჩამოიშალა Royal Family ბრიტანეთში მაგის გამო. Всё. ერთ-ერთმა მსახიობმა რომელიც თამაშობდა რომელიღაც Royal Members რომელიღაც ფილმში უარი განაცხადა რომ вообще გააკეთოს promotion მაგ ფილმის, იმიტომ რომ მაგ ქალის როლს თამაშობდა who was involved in Jeffrey Epstein files. და თქვა რომ თლიანი ხალხასი რაც ავიღე ჰონორარი როგორ არის? ჰონორარი რაც ავიღო ამ ფილმიდან, რომ გავცემო საქველმოქმედო ფონდში, ვის ეხმარება victims of Jeffrey Epstein. დედოფალი, ვაუ. ვაუ. ყოჩაღ და ეს თან დაუკავშირდა New York Times და დააწერინა, ხო? Such a fucking bitch. და ის ნახე რომ there's allegedly Trump was like email შეწერა რომ he was blowing off Bill Clinton. და Bill Clinton ეძახდნენ ბუბას თუ რაღაცას. No, I didn't know that. Teli interneti magaz ლაპარაკობს და ანა წიგნაძე უყურებს რომელი უნდა მოასხია თავისი თურქული სერიალის მსახიობს. I'm booked and busy, what can I say? ანუ მაგას ამბობ, ანუ წარმოიდგინე ეს თუ დალიქთა იქ შიგნით. მე ვიცოდი რომ რაღაც აკავშირებდა, მაგრამ ხო და თუმცა ძალიან დიდი კავშირები ყოფილა. Damn. Whatever. ის ვიდეო არ ნახე. Melania Trump said, she wanted a Burger King, not a bottom.
ახლა მივხვდი რაზე იყო. ეგ ვიდეო არ მინახავს, მაგრამ Is he though? I don't think so. You've been there? No. მე უბრალოდ მელანიას პრეფერენციები მესმის და არ მელანიას პრეფერენცია არის the checkbook, not the fucking sexuality. Period. Oh well. ძალიან მაინტერესებს. აი, ეგ რო დაიქნება, wow, we will have something to talk about. Thank you. დავითი არის დღეს იმენა თემაზე აქვს მომზადებული. Put your phone down, please. It's weird, იმიტომ რომ ერთი კვირა მართლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვამაწყობდი ხალხო. Yeah. მოკლედ დღესაც სულ ეს იყო. გიყვარდეთ ერთმანეთი, do not spread hate. გვიყვარხართ ჩვენ, ამიტომ გაუზიარეთ ხალხს. რამე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ხო არ მოდის და ხო არ გრჩება, რაც უნდა აღვნიშნოთ. Christmas? იმენა 14 დღე არის Christmas. ვაიმე ხო. გავიტიში ნოემბერი არის ახლა. Well, that was it you guys. Აკა. ნახვამდის.